სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ქართულმა ოცნებამ რიტორიკა შეიცვალა, ვინაიდან თუკი აქამდე ქართული ოცნება აცხადებდა, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები ჩაითვლებოდა პერფორმანსად, ახლა უკვე პირდაპირ ამბობენ, რომ თუკი სასამართლო გადაწყვეტს, რომ ზურაბიშვილი არ ღვევს კანონს, სალომე ზურაბიშვილის წავა ციხეში და მის თანამდებობას, რომელსაც ის ფლობდა წლების წინ, ამ ყველაფერზე გავლენას ვერ მოახდენს. გარდა ამისა, დღეს ასევე გამოიკვეთა თუ რისი ეშინია ყველაზე მეტად ქართულ ოცნებას და ქართულ ოცნებას როგორც ჩანს ყველაზე მეტად ეშინია, რომ ხალხი ისევ გამოვა ქუჩაში და ისევ გააპროტესტებს მასშტაბურად ქართული ოცნების პოლიტიკას და ქართული ოცნება ამ გრანტების შესახებ კანონს იღებს იმისთვის, რათა აღკვეთონ საზოგადოების პროტესტი. დღეს ოცნების წევრებმა არ დამალეს, რომ ნებისმიერ დროს ელოდებიან ბევრი რაოდენობის ადამიანის ქუჩაში გამოსვლას, მათ დაპირისპირებას, ასე რომ ვთქვათ, ქართული ოცნების მმართველობასთან და სწორედ ამიტომაც ახლა ქართულ ოცნებას აქვს იმედი, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ჩამატებული ეს მუხლი მათ ძალაუფლებას შეანარჩუნებინებს. ზურაბიშვილი იქნება თუ მაჭარაშვილი, თუ დაარღვევს კანონს, ის პასუხს აგებს, რა თქმა უნდა. ეს არის ჩვეულებრივი მოცემულობა. არავინ არ სარგებლობს ინდულგენციით და არც ყოფილი თუ არსებული თანამდებობით. ამიტომ კანონში რაც წერია, ეს უნდა შესრულდეს და თუ ვინმე დაარღვევს კანონს, პასუხს აგებს კანონის წინაშე. ქვეყანაში ხუთი მცდელობა არ შემდგარი რევოლუციების და მადლობა ღმერთს და შესაბამის სამსახურებს და ქართულ ხალხს ამ სივრცისთვის, თუმცა როგორც ჩანს, შიდა თუ გარე ძალებისთვის ეს საკითხი დღის რიგიდან არ მოხსნილა და ის რაც ჩვენ ვიხილეთ იგივე 4 ოქტომბერს შეიძლება გამეორდეს ნებისმიერ დროს. ამიტომ სახელმწიფოს უნდა ქონდეს კანონის მიხედვით ძალა და რესურსი, თუმცა კიდევ მეორე ეს არ ეხება გამოხატვის თავისუფლებას. აი რა მოხდებოდა და ვინ წავიდოდა ციხეში ამ კანონის და ამ კონკრეტული მუხლის დარღვევის გამო, რომ წარმოვიდგინოთ რა კონკრეტულ ქმედებებს შეიძლება შეეხოს ეს კანონი და არა და 4 ოქტომბერს აღკვეთდა ეს კანონი? 4 ოქტომბრამდე არ მივიდოდა საქმე ამ კანონიდან გამომდინარე, სწორედ ამაც გულისხმობთ 4 ოქტომბერსაც მოხდა ეს ყველა მიხილა საზოგადოებამ, არაერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, გუშინაც იყო მათი სასამართლოს ხდომა, ზოგიერთი მათგანი იცით თქვენ, რომ მათ შორის აღიარებს დანაშაულს და საპროცესო შეთანხმების გაფორმებასაც კი ითხოვს, ამასაც რა თქმა უნდა უკვე სასამართლო პროკურატურა გადაწყვეტენ, თუმცა აქ არის კიდევ მეორე მიზანმიმართული ქმედება კონკრეტული ადამიანთა ჯგუფების, იურიდიული თუ ფიზიკური პირების, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს მათ შორის შეპესები, მედია, ყველა იურიდიული პირის გამარტება, მე მგონი მარტივი ამ თვალსაზრისით ვიცით, ქმედება მიზანმიმართული არაერთჯერადი იქნება გამიზნული იმისათვის, რომ მოუწყოს საბოტაჟი კონკრეტულ კონსტიტუციურ ორგანოებს. არაერთი კანონი მიიღო ქართულმა ოცნებამ ბოლო პერიოდში, თუმცა ეს არის ახალი კანონი და ახალი ჩანაწერი სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის მიხედვითაც 3 წლით პატიმრობა ემუქრება ყველა ადამიანს, რომელიც არ აღიარებს ქართული ოცნების ლეგიტიმაციას. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში იმსჯელებენ, დღის მეორე ნახევარში დაიწყება მსჯელობა და პარლამენტი დღეს ხდომათა დარბაზში გრანტების შესახებ კანონს და მის თანმდემ კანონ პროექტებს მეორე მოსმენით მხარს დაუჭერს.